განხილავ განცალკევებულად ქართული ოცნებისგან, ეს რეალურად ქართული ოცნების შემადგენელი ნაწილია და როგორც ჩანს, ქალბატონი ირმა იბრძვის ივანიშვილის კარზე საკუთარი ადგილისთვის, ეს მისი საქმეა. ჩვენი საქმე არის ის, რომ მოდის ადგილობრივი არჩევნები, ეს ადგილობრივი არჩევნები იქნება ამ ქვეყნის მომავალ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი, მე მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო, ნურავინო ჩათვლის, რომ იმიტომ რომ ეს ადგილობრივი არჩევნებია, ეს არ შეიძლება გახდეს წყალგამყოფად და გარდამტეხ მომენტად ჩვენს მომავალ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ განვითარებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც დღეს დგას ამ ქვეყანაში პროდასავლური დემოკრატიული პოლიტიკური ძალების წინაშე, ეს არის ამ არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ აი სულ ერთი წელიც არ გასულა, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა ქართულმა ოცნებამ და ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას და ვაფრთხილებდით ჩვენს, ასე ვთქვათ, ამომრჩევლებსაც მათ შორის, რომ ეს იქნებოდა ძალიან რთული პოლიტიკური პროცესის დასაწყისი ამ ქვეყანაში და ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის ბოროტად გამოყენება სამწუხაროდ არის უკვე ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. კონსტიტუციური უმრავლესობის გამოყენებას ქართული ოცნება ცდილობს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში მოსპოს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ არჩევნების გზით ჩვენ როდესმე კიდე შევცვალოთ ხელისუფლება და მე მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს, როდესაც არჩევნების გზით ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი მათი ამომრჩეველი, მათ შორის ამბობდა, რომ თუ არ მოგვეწონება ეს პოლიტიკური ძალა, მათაც ისევე გადავირჩევთ, როგორც გადავირჩიეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. და მე მინდა განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით, იმ კონსტიტუციის მოდელით, რომელსაც თავს გვახვევენ და საარჩევნო კოდექსით, ჩვენ ხელისუფლების შეცვლა ამ ქვეყანაში არჩევნების გზით შეიძლება ჩვენთვის შეუძლებელი გახდეს. რაც შეეხება